ხშირად მეკითხებიან რა ჯობია, ფიზიოლოგიურად მშობიარობა თუ საკეისრო კვეთის ჩატარება. პასუხი ყოველთვის ერთმნიშვნელოვანი არ არის, ვინაიდან ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურად თითოეული ორსულობის მიმდინარეობაზე, დიდის ჯანმრთელობაზე და ნაყოფის მდგომარეობაზე. ფიზიოლოგიური მშობიარობა, ანუ ბუნებრივი გზით შვილის გაჩენა, ითვლება პრიორიტეტულად, როდესაც ორსულობა გართულების გარეშე მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში ქალს აქვს შესაძლებლობა ბუნებრივად იმშობიაროს, სწრაფად გამოჯამრთელდეს და გამოცდილება მიიღოს, რომელიც ხშირად ძლიერ ემოციურ კავშირს ამყარებს დედასა და შვილს შორის. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ბუნებრივი მშობიარობა შეიძლება გახანგრძლივდეს ან მოითხოვოს მეტი ფიზიკური გამძლეობა. ასევე მისი მიმდინარეობის დროს შეიძლება გამოვლინდეს გაუთვალისწინებელი გართულებები, ამიტომ მისი მართვა საჭიროებს გამოცდილ ექიმთან მჭიდრო კავშირს. საკეისრო კვეთა კი ქირურგიული ჩარევაა, რომელსაც ვირჩევთ მაშინ, როდესაც არსებობს გარკვეული სახის რისკები. იქნება ეს არასწორი ნაყოფის მდებარეობა, რამოდენიმეჯერ გადატანილი საკეისრო კვეთა, არასრულფასოვანი ნაწებური ან რაიმე სხვა სამედიცინო ჩვენება. საკეისროს უპირატესობა არის ის, რომ მშობიარობა წინასწარ იგეგმება, კონტროლირებადია და ხშირად უსაფრთხო არის რთულ შემთხვევებში. თუმცა ვინაიდან ის ქირურგიული ჩარევა არის, გამოჯანმრთელების პროცესი შედარებით უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობს და მეტი ყურადღებაა საჭირო რეაბილიტაციის პროცესში. მთავარია გვესმოდეს, არც ერთი გზა არ არის ცალსახად არასწორი ან სწორი. მთავარია ჯანმრთელი დედა და ჯანმრთელი ახალშობილი. ამ არჩევანში აუცილებლად უნდა იყოთ სწორად ინფორმირებული, რომელსაც უზრუნველყოფს ექიმი, ვისთან ერთადაც მიიღებთ ყველაზე უსაფრთხო გადაწყვეტილებას.